მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით. დღეს არის 21 აგვისტო. დავიწყოთ რა შედეგებით დასრულდა პირველი ტური ლა ლიგის და ასე შემდეგ. მადრიდის ატლეტიკო კი მინიმალური ანგარიში დამასხდა 1-2 ძალიან სიმერძოლაში და დრამატული მატჩი იყო. ესპანიელთან 1-2 დამასხდა. მადრიდის რეალმა ასე ვიტყოდით ძლით მოიგო და ძლით მოიპოვა 3 ქულა პირველ ტურისა ძალიან რთული მატჩი გამოდგა. 1-0 მინიმალური 1-0 მოიგო მადრიდის რეალმა. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ ზეგ ერჩეს შეხდება მადრიდის ატლეტიკო, რომელიც ერჩეს 1 ქულა და მადრიდის ატლეტიკოს 0. მეორე ტური, რომელიც თბილისი დროის კი 21 საათზე და 21-ზე დაიწყება და შემოგთავაზა სეტანსტა სპორტ არხები. ეხლა კი მე მინდა უცებ გითხრათ 23 აგვისტოს 23 საათზე და 28-ზე ლევანტე ბარსელონა ძალიან საინტერესო მატჩი იქნება და ძალიან სანახაობრივი მატჩი და საყურებელი მატჩი. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ პრემიერ ლიგაში ტოტენჰემი მანჩესტერ სიტი მორიგმას 23 აგვისტოს 15 საათზე და 20-ზე შემოგთავაზა თბილისი დროის. ეხლა კი როგორც ვიცით დანარჩენი მატჩებისა არსენალის რომელიც 23 აგვისტოს გაიმართება. შემდეგი მატჩი ანტოლვილა თავის მატჩს გამართავს 23 აგვისტოს და ასე შემდეგ. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ 23 აგვისტოს სერია განახდება, რომელიც ნაპოლი თბილისი დროის 9-ის ნახევარზე თავის მატჩს ატარებს მილანი კრემონე, რომელიც თბილისი დროის შემოგთავაზეს 23 აგვისტოს 22 საათზე და 45-ზე. ეხლა მე მინდა გითხრათ შემდეგი და მთავარი და კარგი ამბები. ლიგა 1-ში როგორც მოგეხსენებათ ჩემო არხის მსმენელებო, პარი სენ-ჟერმენი ანჟელი თბილისი დროის 22 საათზე და 45-ზე, ლიონი კი 23 საათზე და 5-ზე გამართავს თავის მეორე მორიგ მატჩს, რომელიც ლიონი კი შეერთება მოიპოვოს 6 ქულა. ეხლა კი თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ გამოიწერეთ, რათა მე